სააღმზრდელო საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის თანამშრომლებმა მერიაში 2024 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინეს. მთელი წლის განმავლობაში ცენტრის ადმინისტრაცია აღმზრდელ პედაგოგებთან ერთად ქმნიდა 196 ახსაზრდელის მზრუნველ და უსაფრთხო გარემოს. ზრუნავდა პატარების ჯანმრთელობაზე, ადრეულ განათლებასა და სოციალური უნარების განვითარებაზე. ცენტრმა დაამტკიცა მენიუ ერთ ბავშვზე კვებითი ღირებულებით 1292.84 კილოკალორია. შეიძინა ლოგინი, პლედები, კარადები, სამზარეულოს ინვენტარი, ჭურჭელი, სათამაშოები და წიგნები. აშენდა საქვაბე შენობა ნაგებობები. სხვადასხვა სახის აქტივობით აღინიშნა სეზონური და თემატური ღონისძიებები. შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა მხარი დაუჭირა ინიციატივებს მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობის სახელისებასა და პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით.